თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ბრალდების საქმეზე, რომელიც დამხობისკენ მოწოდებას ეხება, მორიგის ხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. ბაჩო ახალაიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის სიტყვები, რის გამოც ასამართლებენ და განაცხადა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასამხობია. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა. არ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში, რომ სასამართლოს განეხილა მოქმედი ხელისუფლება არ იყო არა დიქტატორი და არამედ არის საზოგადოების განცდა. საზოგადოების განცდა კიდე ასეთი არსებია, როგორც ეხლა ბატონო თქვენ ისმენ, ასე მისმენ და ის მოსამართლე აღუდგა ხელისუფლება და ეს ნებისმიერ ფასს. ხო, დამხობაში გულსო ნებისმიერ ფასს. მე გითხარი, ბატონო, თუ ჩვენ დაგვეწეს რაღაც ასე ანალოგია სწორედან, ხო, ისა მე შევეცდები, რომ თქვენ დაგვეწეს სანამ ჩვენ მოვესწრებით ძალიან მალე ნახავთ, რომ ქართული ხალხის სახელი, ქართული ხალხის მიერ დამხობილი იქნება ივანიშვილის ხელისუფლება. და ამას მოყვება მასიურად ამ რეჟიმის გასამართი. აი ეს მე არ ვარ პოლიტიკოსი. და არ მაქვს ეს პოლიტიკური პეტროშობილი, მაგრამ პოლიტიკური ამბიცია. ადამიანში, ანუ ბევრად უფრო თამამად ვსაუბრობ. ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე 16 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე ნათქვამი ფრაზის შემდეგ დაიწყო. მას ბრალდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით წარუდგინეს. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამ საქმეზე 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ხო, ბაურო ივანიშვილი აჩვენებით დამოწდეს ის რეჟისორი. ის მარტო მასთან ერთად ქართული კოცონის აბსოლუტურად უმრავლესობა. და მე გეტყვით ბატონო რომ ეს რა ჩემი შეხედულებით დამხობრადო არის ერთადერთისა. იმიტომ რომ ეს მას ჩვენზე კარგად ისმის. ნებისმიერი საქმე ამ კაცის მხრიდან ძალაუფლების დათმობა ნიშნავს მას ციხეში. მისთვის ეს არის ან ყველაფერი, ან არაფერი. და უფრო მეცაც გეტყვით, მარტო თავის ციხეში ჩაძრობას კი არ ნიშნავს. აი თქვენ როგორ ვფიქრობთ, ისე ჩაიდის ახალი ხელისუფლება საქართველოში რო იქნება, სიტყვაზე ბერას და ღარიბაშვილის ის სკოლების საუბარისაკენ. არ ჩაიდის. ანუ გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ დაგვაშინოს. თქვენ ჩვენს კოცობრიებს უთხრას, რომ მე თქვენ გესვით საბოლოო ჯამში თუ არ გაჩერდებით, თქვენ გადაწყვეტეთ ეს მოწოდება, ეს საკუთარი შეხედულებაა და თუ როგორც გნებავთ. და ამიტომ როგორც გითხარით, მე არ ვიცი, დანაშაულია, კი ბატონო, იყოს დანაშაული. რაც კიდევ იმას დააკვირდით დანაშაული, მე პრობლემას არ ხდება. ამიტომ გადაწყვეტილება ხელშია. მე ნამდვილად იცი მეორე სტაციონარი გულთუნა, ამიტომ ძალიან ბევრად არ ვწუხარ ამაზე, სამი დაემატება თუ მოაქვს. ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის საქმეზეცაა ბრალდებული, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან, რაც სასჯელის სახედაზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუსი ამტკიცებს, რომ ახალაია 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებს ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ბაჩო ახალაია არც ამ ბრალდებას ეთანხმება.